მოგესალმებით, ვიწყებთ სოციალური დემოკრატიისთვის პოდკასტის მეორე ეპიზოდს. დღეს ვისაუბრებთ ნარკოპოლიტიკაზე. დღეს ჩემთან ერთად იქნებიან გურა მიმინაძე, სამართალმცოდნე, ჩვენი მოძრაობის წევრი და ირა სილამტევა, სოციალური მუშაკი, ასევე ჩვენი მოძრაობის წევრი. მოკლედ დაანონსეს და მიიღეს ახალი ცვლილებები კანონში ქართული ოცნების წევრებმა დაბრუნდა ძალიან ბევრი მავნე პრაქტიკა, რომელსაც წინა წლების განმავლობაში აქტიურად ვებრძოდით და თითქოს ჩვენმა საზოგადოებამ რაღაცა ეტაპი ამ მიმართულებით ერთხელ გადავალახა, თუმცა გადაწყვიტესო დავებრუნებინეთ უკან, ხო? დაბრუნდა ერთ-ერთი ყველაზე მანკიერი პრაქტიკა, რასაც ეწოდებოდა ეს ქუჩიდან პირდაპირ გადაყვანა ადამიანების ნარკოლოგიურში, როგორც ამას უწოდებდნენ და იქ ტესტირების ჩატარება, მიიღეს სავალდებულო კურნალობის აქამდე არნახულად საშინელი გადაწყვეტილება, რაზეც უფრო დეტალურად ვისაუბრებთ უკვე შემდეგ, თუ რა პრობლემები შეიძლება ამან გამოიწვიოს და მოკლედ უბრუნდებით ნარკოპოლიტიკას, სადაც რომელიც იქნება მხოლოდ და მხოლოდ რეპრესიებზე დაფუძნებული, არანაირი ზრუნვის თუ რაღაც ალტერნატიული ხედვა ამ პოლიტიკის არ წარმოადგინა ქართულმა ოცნებამ. და უფრო დეტალურად ამ ცვლილებებზე გადავალ უკვე შეკითხვით გუროსთან. გურო, რა საკანონმდებლო ცვლილებები განხორციელდა ბოლო პერიოდში, რა შედეგების მომტანი შეიძლება ეს იყოს და აი პატარა რეტროსპექტივაც რო გავაკეთოთ, თქვა წინა მთავრობების იგივე პოლიტიკებთან დაკავშირებით. გამარჯობა. ხო, ძალიან რთული არის მოკლედ შევაჯამოთ ეს მithumetes წინა ხელისუფლების დროს და ახლა ქართული ოცნების პერიოდში არსებული ნარკოპოლიტიკები და ეს ცვლილებებიც რამდენიმე მთავარი ასპექტი არის გამოსაყოფი ამ ცვლილებებიდან, რაზეც შენც ისაუბრე, ეს არის ქუჩის ნარკოტესტირება, ეს არის საავადმყოფო მკურნალობის შემოტანა როგორც სასჯელის ფორმა, ასევე საკმარისი აქცენტი არ კეთდება, მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები მიმდინარეობს მკურნალობის რეაბილიტაციის მიმართულებით, როდესაც არსებითად სუსტდება სამკურნალო ჩანაცვლებითი თერაპიის პროგრამებზე ხელმისაწვდომობა პაციენტების და ასევე იზრდება ერთგვარად სადამსჯელო მექანიზმები რაღაც ტიპის ქმედებებზე, ხო, მაგალითად მარიხუანაზე ბრუნდება საპატიმრო სასჯელები, მარიხუანას პირადი მოხმარების მიზნით ფლობაზე, რომელზეც წლების წინ დაახლოებით 10 წლის წინ 2015 წელს საკონსტიტუციო სამართლოს აქვს ნათქვამი, რომ ამ ქმედებისთვის არაკონსტიტუციური სასაპატიმრო სასჯელის გამოყენება. ჩვენ მე შეგვიძლია უფრო დეტალურად ვილაპარაკოთ, რატო არის ეს ცვლილებები პრობლემური. ერთი რაც მახასიათებელი არის, ეს არის სადამსჯელო პოპულიზმი, რაც ამ ცვლილებებს როგორც შეგვიძლია აღწეროთ ეს ცვლილებები, იმიტომ რომ რეალურად ყველა ეს მექანიზმი თუ სიახლე საკანონმდებლო, რომელიც დაანერგა ქართულმა ოცნებამ, წმინდა სამართლდაცვითი მიზნით, რაიმე არსებითად ახალ მექანიზმს არაჩენს, იმიტომ რომ ყველა მექანიზმი ისედაც იყო ძალაში, ხო, იგივე მაგალითად მარიხუანას შენახვაზე სასჯელი ისედაც არსებობდა, ეს არ ყოფილა დერეგულირებული ან საერთოდ დეკრიმინალიზებული ქმედება, ხო? უბრალოდ საპატიმრო სასჯელის გამოყენება არ შეიძლებოდა. ისევე როგორც ქუჩის ნარკოტესტირება, როდესაც კონკრეტული საფუძვლები შეიძლება ყოფილიყო, ისე აქამდეც შეიძლება პოლიციას ამის გაკეთება. ხო, ამ შემთხვევაში საქმე ჩვენ გვაქვს წმინდა სადამსჯელო პოპულიზმთან, იმიტომ რომ ჩანს რომ ნარკოპოლიტიკის საკითხი არის წვავ სოციალური პრობლემა, მათ შორის ხელისუფლების, ქართული ოცნების ამორჩეულებისთვისაც და იმის გამო, რომ აი ამ წვავ სოციალურ პრობლემასთან გამკლავების არც, არ ვიცი, პოლიტიკური რესურსი და არც შეიძლება სხვა ტიპის რესურსები არ აღმოჩნდა მართლ ძალას, გადაწყვიტეს, რომ აი ამ გზით, ამ სადამსჯელო რიტორიკით, მკაცრი ხელის რიტორიკით აჩვენონ საზოგადოებას, რომ თითქოს პრობლემასთან გამკლავებას ახერხებს ხელისუფლება და ამისთვის ყველაფერს აკეთებს ქართული ოცნება, თითქოს რომ ამ პრობლემას ებრძოდეს. ხომ, სინამდვილეში ჩვენივე გამოცდილება და მაგ შევაჯამებ მოკლედ, ზუსტად როგორც წინა ხელისუფლების დროს, ისე ქართული ოცნების პერიოდში, ზუსტად მაგას აჩვენებს, რომ ეს დასჯაზე ორიენტირებული მიდგომები არსებითად არაეფექტური არის, ხო? იგივე 2006-12 წლებში, როდესაც და მერეც ინერციით პრინციპში, ხო, როცა სამაგალითოდ მკაცრი, სამაგალითოდ დასჯაზე ორიენტირებული პოლიტიკა და კანონმდებლობა გქონდა, ხო, და თამამად შეიძლება ითქვას, რომ საქართველო ამ მიმართულებით იყო სოფლიოში, შეიძლება ითქვას, არათუ რეგიონში, ერთ-ერთი ყველაზე მეტად რეპრესიული კანონმდებლობის და პრაქტიკის მქონე სახელმწიფო.
ამ პერიოდში ჩვენ ვნახეთ, რომ არსებითად არ შემცირებულა ქვეყანაში პრობლემური ნარკოტიკის მომხმარებლების რაოდენობა, ხო? საუბარი არის იმაზე ადამიანებზე, რომლებიც რაღაც ტიპის რეგულარულად ინექციურად მოიხმარენ ნივთიერებებს, ხო? ამ პერიოდში ჩვენ ვნახეთ, რომ პირიქით იზრდებოდა ან არ შემცირებულა იგივე ზედოზირების შემთხვევები, ნარკოტიკის ფენომენით გამოწვეული ზიანის პრობლემა, იმიტომ რომ კიდევ უფრო მეტად სახიფათო და საშიში ნივთიერებები გავრცელდა ამ დროს ქართულ ნარკოსცენაზე, ხო? და ამიტომაც აი ეს პოლიტიკა საბოლოო ჯამში კიდევ უფრო მეტად აკუმულირდა უსამართლობის განცდაში საზოგადოებაში, ხო? ჩვენ აქედან გამომდინარე, ეხლა შეგვიძლია ვარაუდოთ და მე ამაზე დეტალურად ვილაპარაკებ, რომ ეს ცვლილებები არსებითად არ იქნება რაღაცნაირად პოზიტიური შედეგის მომტანი, ხო? ეს ცვლილებები ერთადერთი რის შედეგის მომტანიც იქნება, არის ის, რომ აი მწუხილებზე საზოგადოებას შეიძლება გააჩინოს ილუზია ვიღაცებში, რომ ხო, ესე იგი ხელისუფლება ეფექტურად ებრძვის ამ პრობლემას. ამ ილუზიის მიღმა რეალური შედეგები არ იქნება, იმიტომ რომ ეს პრობლემა კიდევ უფრო მეტად უხილავი გახდება, კიდევ უფრო მეტად დამძიმდება და ის რეალური გზები, რითიც შეიძლებოდა პრობლემასთან გამკლავება, კიდევ უფრო უკანა პლანზე გადაიწევს, რომ ყოფილიყო დანერგილი საქართველოში. ხო, ეს ცვლილებები, როგორც გურომაც აღნიშნა, იწვევს გონივრულ ეჭვს თუ რაღაცა ლოგიკურ მას, რომ შეიძლება გახდეს კიდევ ერთი ინსტრუმენტი იმ კონტექსტში, რომელშიც დღეს ვართ, თქვათ ხელისუფლების მხრიდან კონკრეტული ადამიანების დევნის და აღნიშნა გურომაც, რომ აქამდეც ქონდა ამის უფლება რეალურად, ხო, პოლიციას თუ რაღაც ძალოვან სტრუქტურას, რომ კონკრეტული ადამიანის შესაბამისი ეჭვის ქონის შემთხვევაში გადაიყვანა, თქვათ და ტესტირება ჩაეტარებინა მასზე. ირა, როგორ ხედავ ამ ცვლილებებს, ხო, აი ამ კონტექსტში, რომელშიც დღეს ვართ, რა საფრთხეების შემცველი არის, საერთოდ განიხილავ თუ არა და გონია თუ არა, რომ რაიმე რეალური ცვლილება მოხდა, ხო? თუ აი შენც უფრო ინსტრუმენტად და რაღაც ახალ დანამატად ხედავ ძალოვანი სტრუქტურების თუ სისტემის მხრიდან აი ამას ახალ რაღაცა ლეგალურ გზას, სამართლებრივ გზას მათი წარმოსახვით, თქვათ კონკრეტული რეპრესიების განსახორციელებლად. ხო, მადლობა შეკითხვისთვის. პირველ რიგში ვიტყვი იმას რა, რომ აბსოლუტურად ეს ნებისმიერი ტიპის სადამსჯელო პოლიტიკა, რომელიც მიმართული არის ვითომ რაღაც დარგო სიტუაციის გამოსწორებისკენ, აბსოლუტურად არსად არ არის დადასტურებული, რომ ამას რაიმე ტიპის დადებითი შედეგი მოყვება. ეს ასე არ არის. ამ შემთხვევაშიც ქართული ოცნება ამ პოლიტიკას, ასე ვთქვათ, ამ სადამსჯელო პოლიტიკას იყენებს ზუსტად პოპულისტურად, იმისთვის, რომ შექმნას რაღაცა ტიპის წარმოდგენა საზოგადოებაში, რომ ის რაღაცა პრობლემას აგვარებს. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ წლების განმავლობაში ხდებოდა უფრო და უფრო მეტად სტიგმატიზირება ამ ჯგუფის ნარკომომხმარებლების კონკრეტულად და ამის საპასუხოდ რეალურად აბსოლუტურად არანაირი ქმედითი ნაბიჯები არ გადამდგარა, რომ ეს ადამიანები ჩართული ყოფილიყვნენ რაიმე ტიპის რეაბილიტაციაში, თუ რა თქმა უნდა არ ჩავთვლით მართლა იმ წარმატებულ და ერთ-ერთ მგონია რომ მნიშვნელოვან მკურნალობის სერვისზე, რაც თქვია მეტადონის პროგრამა, ხო? რაც შეეხება თვითონ მეტადონის პროგრამაზეც მინდა ვთქვა, რომ ერთი-ორი სიტყვა, რომ მეტადონის პროგრამაზეც არ არის საზოგადოებაში სწორი ინფორმაცია, იმასთან დაკავშირებით თუ რა არის, ეს არის მკურნალობის ერთ-ერთი საშუალება და გზა, როდესაც და ის ფაქტობრივად ძალიან მნიშვნელოვანი მექანიზმი და საშუალება არის ადამიანებისთვის, ვისაც უნდა რომ გაიაროს სოციალიზაცია და დაუბრუნდეს ყოველდღიურ ცხოვრებას და ფუნქციური იყოს. ამ ადამიანებისთვის ეს არის ერთ-ერთი საკმაოდ ისეთი მნიშვნელოვანი საშუალება. აქ ერთი საინტერესო საკითხი არის უშუალოდ მეტადონის პროგრამაზე, რომელიც უკვე მე რამდენი წელია ხო ხორციელდება და იდეაში თავის შედეგები უკვე უნდა გამოიტანა. თუმცა ხშირად როცა ვსაუბრობთ რაღაცა სისტემურობაზე ამ პრობლემის მოგვარებაზე, ეს არის რაღაცა ერთი არც ისე მცირედი, მაგრამ მაინც საკმაოდ პატარა ნაწილი, რომელიც თქვათ ამ დიდი პრობლემის მოგვარებას ეხება და ის ხდება ძალიან მახინჯ ფორმებში. ხო, არ ვიცი ყოფილ ხარ თუ არა ბოლო წლების განმავლობაში, ხშირად არის ხოლმე საჭირო იგივე ადგილას თქვათ ნარკო მოწმობის აღება, როგორც ამას ეძახის სხვადასხვა საჭიროებისთვის და შენ ხედავ, რომ ეს ადამიანები ყოველდღიურად ადამიანები, რომლებიც იკრიბებიან ერთად, რაღაც იგივე გარემოს ხრიან და ელოდებიან ამ
თქვათ მეტადონს, რომელსაც ყოველდღიურად იღებენ და ყოველდღიური საჭიროება აქვთ და როცა რეაბილიტაციაზე ვსაუბრობთ, პირველი რასაც ამბობენ ხოლმე ადამიანები, ვინც ამ საკითხზე მუშაობენ, არის რომ რაღაც კონკრეტული გარემოებები უნდა შეგექმნას, რომ შენ შეძლო განკურნება, როცა ამის სურვილი გაქვს, ხო? და ერთ-ერთი თავი არის, რომ არ უნდა უბრუნდებოდე რაღაც პერიოდის განმავლობაში იმ ადამიანებს, რომელიც შენ ამას გახსენებენ, ხო? და ნუ ეს მეტადონის პროგრამის პრობლემებზე კიდევ უფრო ჩაშლად ვისაუბრებთ. მე ეხლა მინდა უფრო გადავიდეთ აი ამ პრობლემის წარმოჩენის საკითხზე, ხო? ფაქტი არის, რომ ეს პრობლემა არსებობს და საზოგადოებას ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, შემხებლობა აქვს ამ პრობლემასთან, რაც არის ნარკოდამოკიდებულება თუ სხვადასხვა სახის ადიქციები. გურო, შენი აზრით, როგორც ამ საკითხზე დიდხანს მომუშავე ადამიანის, რა არის მთავარი, რის გამოც ამ ხელა თქვათ რიცხვები გვაქვს თუ არა კვლევები, ესეც საინტერესოა ბოლო პერიოდში ამ საკითხთან დაკავშირებით და რა არის მთავარი, რის გამოც აი ეს ადიქციურობა წლების განმავლობაში არის მზარდი, ხო? ახალ თაობაში შეიძლება განსხვავებული სახით ხედავთ ამას და თქვათ ინიექციურ ნარკოტიკზე დამოკიდებულება აღარ იყოს ამ ხელა, ყოველ შემთხვევაში გარედან დაკვირვება ამას საჩვენებს, თუმცა უფრო მძიმე პრობლემები დადგა თქვათ საფთიაქო ნარკომანიის პრობლემა, რომლის მიმართაც საერთოდ არათუ რეპრესიული, არანაირი პოლიტიკა არ გაგვაჩნია, არსებობს თქვათ ეგრეთ წოდებულ მსუბუქ ნარკოტიკზე დამოკიდებულების ძალიან დიდი რაოდენობა, ხო აი რა იწვევს ამას ერთის მხრივ, რაიმე კვლევა არსებობს თუ არა კონკრეტული მიმართულებით და აი სისტემურობაზე რას ფიქრობ, ხო აი როგორ უნდა მიუდგეს რეალურად სახელმწიფო ამ ყველაფერს, შეკითხვა, მაგრამ რაღაც ერთი მაშინ რომ ხო ერთი როცა ჩვენ დამოკიდებულობაზე ვსაუბრობთ, ძალიან ზოგადად ვიტყვი იმას, რომ აქ მხოლოდ ნარკოტიკული საშუალებები არ უნდა ვიგულისხმოთ, ხო აქ შემოდის როგორც იგივე თამბაქო, ალკოჰოლი, აზარტული თამაშები თუ სხვა ტიპის დამოკიდებულება, რომლებიც მე შეიძლება გადაიზრდებოდეს ან იყოს ტრიგერი ერთგვარად დევიაციური ქცევის, ხო? და დღეს უკვე თანამედროვე, ვიცი, სოფლიოში მეცნიერული აზრი ეს არის, რომ აი ამ პრობლემებს უფრო ერთობლივად უნდა უყურებდნენ სახელმწიფოები, ერთობლივ პოლიტიკებს უნდა შეიმუშავებდნენ. კონკრეტულად ნარკოტიკებს, ხო? აქაც ერთი შრე არ აქვს ამ პრობლემას რა. ეს არის წმინდა საზოგადოებრივი პრობლემაა, საზოგადოებრივი ჯანდაცვის გამოწვევაც, რა თქმა უნდა. და ეს არის შეიძლება ითქვას კრიმინალის პერსპექტივიდან პრობლემაც, ხო? არც ერთი საკითხი არ უნდა უარყოთ. ჩვენთან უბრალოდ პრობლემა ის არის, რომ ეს საკითხი მთლიანად დანახული არის მხოლოდ მეორე პრიზმით, ანუ კრიმინალის პრიზმით, ხო? და შესაბამისად ამ პრობლემასთან გამკლავებაც ხდება მხოლოდ სამართლაცვითი მექანიზმებით. და სამართლაცვითი მექანიზმები ეფექტური არის მაგალითად, რასაც ეძახიან ნარკოპოლიტიკაში მიწოდებასთან ბრძოლის თვალსაზრისით, როდესაც ხდება იგივე ორგანიზებულ დანაშაულთან ეფექტიანი ბრძოლა, საზღვრის კონტროლი, წარმოების უკანონო დამზადება, წარმოების გზების იდენტიფიცირება და ამასთან გამკლავება პოლიციის მხრიდან, მაგრამ ამ გზით, სამართლაცვითი გზით სოციალურ პრობლემასთან ბრძოლა, რასაც ეძახიან მოთხოვნას ნარკოტიკზე, ხო? როდესაც საზოგადოებაში ჩნდება ბუნებრივი მოთხოვნა მოსახლეობაში თუ ჯგუფებში ნარკოტიკებზე, უბრალოდ არაეფექტური არის და ვიტყვი რატომ, ხო? და ამაზეც პრინციპში არსებობს არაერთი კვლევა, როგორც ქვეყნა საერთაშორისო დონეზე, მათ შორის საქართველოშიც, იგივე სოციალური სამართლიანობის ცენტრს აქვს ძალიან საინტერესო კვლევა ამ საკითხზე ჩატარებული, სადაც თავად ნარკოტიკის მომხმარებლები, ადამიანები, რომლებიც იყვნენ გასამართლებულები ნარკოტიკული დანაშაულისთვის და მათი ოჯახის წევრები საუბრობდნენ ტრიგერებზე, მიზეზებზე, რატომ დაიწყეს ნარკოტიკის მოხმარება, ხო? და ეს მიზეზები რომ დავინახოთ ჩვენ, ხო, გადაიშლება პრინციპში სოციალური სურათი ქვეყნის, ხო? აქ საუბარი არის ეკონომიკურ სიდუხჭირეზე, საუბარი არის გაზრდილ ფსიქოლოგიურ სტრესზე, როგორც მიზეზებზე ნარკოტიკის მოხმარების, საუბარი არის მომავლის პერსპექტივების განცდაზე, საუბარი არის იგივე აზარტული თამაშებიდან გამომდინარე, მე ერთგვარად ამ აზარტული თამაშების მხრიდან ამქცევის ტრიგერზე, საუბარი არის იმაზე, რომ გარემოში შეიძლება ყოფილიყო ადამიანი, რომელიც მოიხმარდა ნარკოტიკულ საშუალებებს და ასე შემდეგ. ანუ რეალურად პრობლემა ჩვენ თუ არ ვილაპარაკით იმაზე თუ რა მიზეზით ხდება საზოგადოებაში ნარკოტიკის მოხმარების, როგორ თქვა, გავრცელება, ნარკოტიკის ფენომენის გავრცელება, ხო? მასთან ამ მიზეზების გააზრების გარეშე ბუნებრივია უბრალოდ შეუძლებელია სწორი პოლიტიკის დაგეგმვა და ამ პრობლემასთან ეფექტიანი გამკლავება, ხო? ეს სოციალური პრობლემები ჩვენ გვაჩვენებს სწორედ იმას, რომ ნარკოტიკის და საერთაშორისო დონეზეც, ხო, არაერთი კვლევა აჩვენებს
მოიხსენებს, როდესაც პოლიტიკური კრიზისები, ეკონომიკური კრიზისები ან ძლიერი საზოგადოებრივი ტრანსფორმაციები, ხო, ფუნდამენტური ტრანსფორმაციები, როდესაც საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილი სეგმენტი რჩება მოწყვეტილია ამ ტრანსფორმაციას, შეიძლება იყოს ტრიგერი მათ შორის იმის, რომ ადამიანებს ჯგუფებს სხვადასხვა ტიპის ადიქციური ქცევები განუვითარდეს და ნარკოტიკი მათ შორის არის ერთ-ერთი წამყვანი საკითხი, ხო? და ამ შემთხვევაში ჩვენ წარმოვიდგინოთ ახლა საქართველოში რა რეალობა არის, ხო? ბოლო, არ ვიცი, ბოლო 30 წელიწადში თუნდაც, ხო, ქვეყანის სოციალური შრე სტრუქტურა რამდენჯერმე გადაალაგდა რადიკალურად ტრანსფორმი და აი, რა ვიცი, 180 გრადუსით, ხო? ეხლა ბოლო 6 თვეში, ბოლო 10 თვეში, არ ვიცი, ჩვენი დემოკრატიული პოლიტიკური წყობა, საზოგადოებრივი წყობა პრინციპში ასევე არსებითად შეიცვალა. ამას ემატება გლობალური კონტექსტის ცვლილებაც, ხო და წმინდად რომელიც ზოგადიც არის და მათ შორის ნარკოტიკებთან დაკავშირებითაც, ხო, როცა საუბარი არის იგივე იმაზე, რომ მასიურად დაიწყო გავრცელება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ფენომენმა გლობალურად, ხო და საქართველოს ამ თვალსაზრისით გამონაკლისი უბრალოდ ვერ იქნება, იმიტომ რომ ჩვენც გლობალური წესრიგის ნაწილი ვართ, ხო? ეს ყველაფერი არსებითად ახლებურად წარმოაჩენს ამ პრობლემას, ამ პრობლემის სიმწვავეს. ჩვენ ხედავთ, რომ გამკლავების ცდილობები ისევ ძალიან ძველი მეთოდებით არის, რომელიც ალბათ ყველაზე მეტად ისევ ამ პოლიტიკის და ამ მეთოდების ავტორებმა იციან, რომ არ იქნება ეფექტური, უბრალოდ პოპულისტურად კიდევ ერთხელ მეორე პროეს არის პოპულისტური, ხო? უშუალოდ ნარკოტიკების ფენომენი, რაც კი რო შევაჯამო, ხო, დღეს საქართველოში კვლევები ესეთი სრული სურათის სამწუხაროდ არ იწარმოება. რამდენიმე წელიწადში ერთხელ ტარდება ხოლმე, რაც წეღან ვახსენე, პრობლემური ნარკოტიკების მოხმარების პრევალენტობის კვლევა, ანუ რაოდენობრივი კვლევა, რამდენი ასეთი ადამიანი ყავს ქვეყანაში და ამ თვალსაზრისით წლების განმავლობაში, დიდი ხნის განმავლობაში იყო ზრდა, ბოლო კვლევებით თითქოს ზრდა აღარ არის, მაგრამ არც კლება რაღაცნაირად დასტაბილურდა ეს რაოდენობა, მაგრამ ეს არის პრობლემის ძალიან მცირე ნაწილი, ხო, საკითხის მცირე ნაწილი, იმიტომ რომ რეალურად პრობლემური მოხმარების მიღმა ჩვენ ყავს ადამიანების ჯგუფი, ძალიან მზარდი ჯგუფი, ხო, რაც ვახსენეთ იგივე ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების, იგივე ეგრეთ წოდებული კლუბური ნარკოტიკის ფენომენი, რომელზეც უბრალოდ არ ვიცით მასშტაბი ქვეყანაში, ხო? არ ვიცით მასშტაბი, რა მასშტაბის არის, რა რაოდენობის ადამიანები შეიძლება მოიხმარდნენ ამ ტიპის ნივთიერებებს, რა ტიპის მოხმარების, როგორი ქცევა არის მოხმარებასთან დაკავშირებული, რამდენად სარისკო არის, თუ რამდენად იცავენ ისინი, თუნდაც მინიმალურად რაღაცნაირად უსაფრთხოების ნორმებს ამ თვალსაზრისით და ასე შემდეგ. და ამ ფონზე, ხო, პირველ რიგში მე რასაც გავაკეთებდი, არის ის, რომ ეს ვითარება უნდა შეფასდეს სისტემურად და დეტალურად, ხო? ამის გარეშე თუ არ ვიცით რა პრობლემები არის, იგივეზე დოზირების და ლეტალური შედეგების სიკვდილიანობის შემთხვევები ქვეყანაში არ იწარმოება, ხო? ნუ ჯანდაცვის სამინისტრო ძალიან ფორმალურად წლიურ სტატისტიკას თუ არ ვწდები აწარმოებს, მაგრამ თვითონ ამ სტატისტიკის წარმოების მეთოდოლოგია იმდენად პრობლემური არის, რომ უბრალოდ არ ფიქსირდება, არ აღირიცხება რეალურად ყველა ზედოზირების შემთხვევა და ზედოზირებით გამოწვეული სიკვდილიანობის შემთხვევები, ხო? და ამიტომაც ძალიან რთული არის რაღაცნაირად ეფექტიან პოლიტიკაზე მსჯელობა ან კრიტიკა, ხო, მათ შორის, მაგრამ ნუ ხო რა, ეს ყველაზე სამწუხარო ის არის, რომ მინიმალურ ცდილობებს არ ვხედავთ, რომ ამ სრულყოფილი სურათის პირველ რიგში ჯერ სრულყოფილი სურათი ვიცოდეთ რა არის და მე ამის საფუძველზე ხდებოდეს პოლიტიკის განსაზღვრა ცუდის თუ კარგის, ხო? აი ამის მცდელობაც კი არ არის ფორმალურადაც. ხო, არა, თითქოს ეს საკითხი რამდენიმე წლის განმავლობაში საერთოდ გაჩერებული იყო, არავინ ამაზე არ საუბრობდა, ნუ სახელმწიფო მხრიდან, აი ბოლოს იყო 2018-19 წლებში კაკიზოიდის ეს რაღაცა ინიციატივა, რომ ცოტა უფრო ლიბერალური და სისტემური გამხდარი იყო ეს პოლიტიკა, თუმცა ისიც ჩავარდა, იმასაც ძალიან ბევრი ნაკლი ჰქონდა იმ პოლიტიკას და უცებ გამოვიდნენ და რაღაცა ახალი რეპრესიული, აი პირდაპირ მოიტანეს რეპრესიული მანქანა. არ ვიცი, ძალიან ბევრი პრობლემაა საჩენს ეს მე ესეთ შეკითხვა მაქვს ირა ადამიანი რომელსაც უნდა თქვათ დღეს რომ გამოვიდეს ამ მდგომარეობიდან ხო იმკურნალოს რას თავაზობს სახელმწიფო რა სერვისები არსებობს ან კერძო სექტორს რამდენად აქ ათვისებული ეს სივრცე აი ამ ხრივ რა მდგომარეობაში ვართ ერთის ხრივ იმიტომ რომ ესეც პრობლემის ძალიან დიდი ნაწილია ხო იმიტომ რომ არის ხა ადამიანები თითქმის ყველა ადამიანს უწდება რაღაც მომენტში როცა დამოკიდებულია სურვილი რომ აქედან გამოვიდეს აი სად არის სახელმწიფო ამ დროს და რას თავაზობს ის თავის მოქალაქეს ხო, მადლობა შეკითხვისთვის. სანამ კონკრეტულად ამ შეკითხვას უპასუხებ, ანუ მგონია, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ხაზი გავუსვათ
იმას თუ რა არის ადიქცია, ხო? ანუ განსაზღვრება რა არის, იმიტომ რომ როგორც გურობა აღნიშნა, სახელმწიფო ამას უყურებს როგორც მხოლოდ კრიმინალის ესე ვთქვათ პრიზმიდან, თუმცა აი ესე მეცნიერულად რო ვთქვათ, ადიქცია არის ქრონიკულად მიმდინარე დაავადება, ძალიან ხშირად, ანუ როდესაც ადამიანები იწყებენ სხვადასხვა ნივთიერებების მოხმარებას, ეს არის ხოლმე რაღაცა კონკრეტულ პრობლემათა გამკლავების გზა, რომელიც შემდგომში უკვე ყალიბდება ადიქციად, ხო? ანუ ეს არის დიაგნოზი, რომელსაც სჭირდება შესაბამისი როგორც სამედიცინო, ასევე სოციალური სერვისები. რომ ვუპასუხოთ თქვენ კითხვა, ანუ ეს განსაზღვრება არის მნიშვნელოვანი იმ კუთხით, რომ დავინახოთ, რას თავაზობს დღეს სახელმწიფო ამას და რამდენად ადეკვატური არის ეს პასუხი, ხო? დღესდღეობით შემიძლია ვთქვა, რომ იმისთვის, რომ ადამიანი, რომელსაც აქვს ადიქცია, იგივე ქართულად რო ვთქვათ, დამოკიდებულება უნდა იყოს მდიდარი. რო შეძლოს აქედან გამოსვლა, იმიტომ რომ დღესდღეობით სახელმწიფო ერთადერთს, რასაც თავაზობს, ანუ არსებობს მკურნალობის, ესე ვთქვათ, ორი გზა, ხო? ანუ ერთი მთლიანად დეტოქსი და შემდგომ ფსიქოსოციალური რეაბილიტაცია, რომ ადამიანი დაუბრუნდეს საზოგადოებას და რაღაცნაირად გადაიაროს ეს პრობლემები და ისწავლოს, მოკლედ როგორ იცხოვროს ამ ადიქციასთან ერთად და აბსტინენციაში, ანუ თავშეკავებაში და ანუ მეორე ჩანაცვლებითი თერაპია, რაც უკვე წეღანაც ვახსენეთ, იგივე იქნება ეს მეტადონი, ბუპრენორფინი და ასე შემდეგ. სახელმწიფო ამ შემთხვევაში სთავაზობს დეტოქსიკაციას, ეს არის დაახლოებით 2 კვირიანი, ესე ვთქვათ, ჰოსპიტალიზაცია. ესაც აქაც არის მუდმივად აი მაგალითად გამწვავებული ნივთიერებების მოხმარებისგან, ესე ვთქვათ, გამწვავებული ფსიქიკური მდგომარეობის შემთხვევაში შეიძლება მიმართოს ადამიანმა სახელმწიფოს და ესე ვთქვათ კლინიკას და დაწვეს 2 კვირა და გაიაროს ესე ვთქვათ დეტოქსიკაცია, თუმცა აი ამ დეტოქსიკაციის შემდგომ რეალურად სახელმწიფოს პასუხისმგებლობა წყდება. სულ ეს არის, რასაც თავაზობს ამ დეტოქსიკაციაზეც როგორც წესი რაღაც რიგში უნდა იდგეს ადამიანი შესაძლოა თვეების განმავლობაში. ხო, რაც შეეხება თვითონ ამ დეტოქსს, ხო, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ეტაპი არის ადამიანის რეაბილიტაციაში, თუმცა ალბათ აი ესე რომ შევხედოთ, ხო, რეტროსპექტივაში ალბათ შეიძლება ითქვას, რომ ეგ არის 10% იმისა, რაც არის აუცილებელი იმისთვის, რომ ადამიანი, ესე ვთქვათ, გამოჯამრთელდეს და გამოჯამრთელების გზას დაადგეს. ზოგ შემთხვევაში, ანუ უბრალოდ აი ესე ყველანაირად დეტოქსიკაციის შემდგომ, როდესაც გამოდის ადამიანი, მაშინ, როდესაც არ არის არც ფსიქოლოგიური, არც სოციალური მხარდაჭერა, არ მუშაობენ, ესე ვთქვათ, არც ოჯახებთან, იმიტომ რომ ეს დამოკიდებულება არ არის მხოლოდ ადამიანის პრობლემა, ხო, ეს ოჯახის პრობლემაც არის და ოჯახის წევრებიც, ესე ვთქვათ, არიან თანადამოკიდებულ ცხოვრებაში ამ ადამიანთან, ხო? და ძალიან რთული დაავადება არის, რომელსაც კომპლექსური მიდგომა სჭირდება, რა და აი ამ ესე ვთქვათ დაავადებაზე პასუხი სახელმწიფოსი არის ის, რომ ადამიანი, ვისაც აქვს დამოკიდებულება, უნდა ჩასვან ციხეში, რაც არაადეკვატური არის, არალოგიკური არის და პირდაპირ ჩეს, რომ ეს არის პოპულისტური. აქვე აღვნიშნავ იმას, რომ არსებობს, რა თქმა უნდა, ჩვენს ქვეყანაში კერძო დაწესებულებები, რომლებიც კოლოსალური თანხები ღირს, ну აი არ ვიცი, ალბათ რაღაცა 8000-დან და ზემოთ თვეში. ეს არის მინიმუმი ოღონდ რა და სხვადასხვა ტიპის ესე ვთქვათ სერვისები, რომლებიც მიეწოდებათ, რასაც ანუ თუ კი გავითვალისწინებთ იმას, რომ უმეტეს შემთხვევაში და ძალიან ხშირად ადამიანები, რომლებიც არიან დამოკიდებულები, აქვთ ეკონომიკური პრობლემებიც, მათ ოჯახებს და ასე შემდეგ, უბრალოდ ხელი არ მიუწვდებათ. ანუ არ არსებობს, ეს არის ჩაკეტილი წრე ამ ქვეყანაში, რომც მოუნდეს ადამიანს, დამოკიდებულ ადამიანს, რომ აქედან გამოვიდეს, თუ კი მას არ აქვს რაღაცა და არ არის ძალიან მდიდარი,
უბრალოდ ვერ გამოვა, არ არსებობს ამისი გზა და სახელმწიფო ალტერნატივად სთავაზობს ციხეს, რაც რა თქმა უნდა სისულელე არის და პოპულისტური არის და პირიქით. ეს კიდევ უფრო მეტად ამძიმებს ადამიანის მდგომარეობას და ფაქტობრივად წირავს ადამიანებს რა. რაც შეეხება, ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცა, რაზეც გაჟღერდა, რომ რაღაც სავალდებულო მკურნალობასთან დაკავშირებით, სიმართლე რომ გითხრათ, მე პირადად ძალიან ჩამეღიმა, იმიტომ რომ რეალურად არ არის საუბარი იმაზე, რომ რაღაც ადამიანებს არ უნდათ გამოჯამრთელება. ხო, ანუ ესაც პოპულისტურად გადადგმული ნაბიჯი არის, მკურნალობა არათუ სავალდებულო, ანუ სახელმწიფოს თუ კი აქვს იმისი რესურსი, რომ სავალდებულო მკურნალობა დააფინანსოს, ანუ ამას აჩვენებს, რომ უბრალოდ პროგრამა გახსნას რა, რომ ნორმალური და ხარისხიანი სერვისი მიაწოდოს. ნორმალური ხარისხიანი სერვისი მიაწოდოს, თან რა იგულისხმება ამ სავალდებულო მკურნალობაში არ არის მთლად განმარტებული, ხო? და თუ კი მართლა ადამიანებზე ზრუნვა არის ამ ყველაფრის უკან, ხო? მინდა ვთქვა, რომ ეს არის ძალიან არაკომპეტენტური, არამეცნიერული ხედვა, რასაც ახლა აკეთებს ქართული ოცნება და ეს არის ძალიან პოპულისტური ნაბიჯი, ზუსტად იმისთვის, რომ თავარი, ესე ვთქვათ, პრობლემა, რაშიც მდგომარეობს აქედან გადაიტანოს ადამიანების ყურადღება, ну რაღაცა იმიდან გამოწვეულ, ხო. ხო, რაღაცა იმაზე. რა თქმა უნდა, ეს არ არის თითიდან გამოწვეული პრობლემა, უბრალოდ ეს მიდგომა არის არაადეკვატური და ანუ პირიქით ადამიანებს წირავს ფაქტობრივად ზუსტად აი იმ წრეში დარჩენისთვის, რაშიც არიან ხოლმე, ხო? და ჩვენ გვახსოვს, რომ აი ნაცების დროს, როდესაც იყო, ნაცების დროსაც, ანუ ეს თქვა რაღაც ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკა იყო მომხმარებლების მიმართ, ჩვენ გვახსოვს, რომ მე რაღაც გავრცელდა ეს კუსტარულად დამზადებული ნარკოტიკები, ვინტი იქნება, ჯეფი იქნება თუ ასე შემდეგ, რასაც მოყვა კი ბატონო, რასაც მოყვა ადამიანების სიცოცხლის და ჯანმრთელობის შეწირვა, ხო? და ადამიანები დღემდე ცხოვრობენ ამ მიყენებული ზიანით და ასე შემდეგ, რა და ჩვენ არ უნდა გვეგონოს ის, რომ ესეთი სადამსჯელო ღონისძიებები ოდესმე გააქრობენ ნარკოტიკებს, ამ ფსიქოაქტიურ ნივთიერებებს, ეს ასე არ იქნება. უბრალოდ იქნება გაცილებით უფრო მეტი მსხვერპლი, ადამიანები დაზიანდებიან და და იმ შედეგს ჩვენ ვერ მივიღებთ. ამას სჭირდება თუნდაც სკოლებიდან დაწყებული პრევენციაზე დაფუძნებული მიდგომები, რაღაც შესაბამისი სარეაბილიტაციო პროგრამები და ასე შემდეგ. აუ, ირამ ძალიან საინტერესო რაღაც თქვა და მაგაზე მინდა რომ მეც გავაკეთო კომენტარი რა. რატო რაღაცნაირად ახსენე, რომ აწყობს ხელისუფლებასაც რა ეს მდგომარეობა და მაგაზე ძალიან საინტერესო არის და უნდა ვილაპარაკოთ, რატომ შეიძლება აწყობდეს ქართულ ოცნებას არსებული სტატუს კვოს არათუ შენარჩუნება კიდევ უფრო დამძიმება და ეს პოლიტიკა ცალსახად ამძიმებს რა ამას არსებულ მდგომარეობას, ხო? მე წეგან ვილაპარაკე ამ სადამშრალო პოპულიზმზე, რომ თითქოს თავის მოსახლეობას ეს თავის ამომრჩეველს თითქოს ეგ მესიჯი გაუგზავნოს, რომ თვითონ რაღაცა კეთდება, ხო? მაგრამ ამ ილუზიის შექმნისობის მიღმა არის სხვა ტიპის ინტერესებიც, რატომ შეიძლება აწყობდეს ქართულ ოცნებას არსებული სტატუს კვოს შენარჩუნება. ერთი ის, რომ რაც უფრო მეტი ადამიანი იქნება კრიმინალიზებული, ეს ნიშნავს მეტი კონტროლის მექანიზმებს მათზე, ხო? მათ ოჯახის წევრებზე, მათ საახლობლოზე. და ჩვენ უკვე ხედავდით, ხო, იგივე წინასაარჩევნოდ ყველა პოტენციური ჯგუფის სხვადასხვა მიზნებით გამოყენების მცდელობებს, ხო? იქნება ეს ორგანიზებული დანაშაული, იქნება ეს არის საჯარო სექტორში დასაქმებული პირები. ანუ ჩვენ რეალურად ამ პრობლემას უნდა შევხედოთ, მათ შორის ზოგადი პოლიტიკური და დემოკრატიული კონტექსტის გათვალისწინებითაც, ხო? იმ რეალობაში, რომელშიც ახლა ჩვენ შევდივართ, ხო, ბუნებრივი არის, რომ ნებისმიერ საზოგადოებრივ ჯგუფზე, ადამიანებზე, ინდივიდებზე ხელისუფლებას ჭირდება გარკვეული ტიპის ბერკეტები, ხო, კონტროლის და მათზე მანიპულირების ბერკეტები. ეს არის ერთ-ერთი იდეალური ბერკეტი, იმიტომ რომ როგორც ირამი ლაპარაკა, დამოკიდებულება არის ქრონიკული პრობლემა, ხო, რომელიც თუ კი შესაბამისად არ
სამეცნიერო ინტერვენციებით არ გაუმკლავდი ამ პრობლემას, ის არსად არ წავა, არსად არ გაქრება თავის, ან მუდმივი პრობლემა შეიძლება იყოს, შემდგომ მუდმივი კონტროლის მექანიზმი თუ საფუძველი შეიძლება გახდეს ამ ადამიანებზე ეს არსებული პრობლემა, ხო? მეორე საკითხი ის არის, რომ აი ეს გარდა ამ ადამიანებზე, ხო, კონტროლისა, იმდენად ზოგადი სამართლებრივი მექანიზმები შემოდის, რომ ის ფაქტიურად ნებისმიერ ადამიანზე შეიძლება გავრცელდეს, ხო? რომლებსაც მათ შეიძლება უბრალოდ არავითარი შეხებაც კი არ ქონიათ, არც კი დაუნახავს თვალით რაიმე კონტროლს დაქვემდებარებული ნივთიერება, ნარკოტიკული საშუალება, ხო? და ეს განსაკუთრებით კარგი ინსტრუმენტი შეიძლება იყოს იგივე პოლიტიკური ოპონენტებისთვის, ან აქტივისტური ჯგუფებისთვის, ბიზნესის წარმომადგენლებისთვის და ასე შემდეგ. ანუ რეალურად ეს მექანიზმი რას ურაც გვაძლევს ჩვენ რა და მათ შორის ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი არის თვითონ თავად ნარკოტიკის მომხმარებლობა რომ გაიაზრონ ეს რა. ანუ მათი ეს პრობლემა ხდება აბსოლუტურად იგნორირებული. არათუ იგნორირებული კიდევ უფრო მძიმდება, მათ უმძიმებენ აი კრიმინალის სამართლებრივ სტატუსს. მათზე კეთილსინდისიერი ზრუნვის მიზნითაც კი არ კეთდება რა. და მათი პრობლემის ამსავალი წერტილი მათი პრობლემის მოგვარება არ არის. იმ თავითვე ცნობილი არის აი ამ რეფორმების ავტორებისთვის, რომ ეს პრობლემა არ მოგვარდება არავითარ შემთხვევაში. ამ ადამიანების მდგომარეობა სოციალური სამართლებრივიც კიდევ უფრო მეტად დამძიმდება, მაგრამ ამის მიზანი არის ერთი პოპულისტური როგორც თქვი, მეორე კონტროლის გაძლიერება მათზე და სხვა პირებზე, ხო? შეიძლება თავიდან ეს იგივე იძულებით ნარკოტესტირება, იქნება ეს თუ არ ვიცი ნარკოტიკული საშუალებების ჩადება მათ შორის და შემდეგ, ხო? პირველ რიგში მათზე შეიძლება არც გავრცელდეს და ამით თვითონ თავიდან დაამშვიდონ, რომ ეს თქვენზე არ ვრცელდება, მაგრამ რეალურად ამით იმის თქმა მინდა, რომ ამ ადამიანების პრობლემა არ გვარდება ამით რა. კიდევ უფრო უკანა პლანზე გადადის, მესამე, მეხუთე ხარისხოვანი ხდება და ცირა მილაპარაკა, ხო, რეალურად მეცნიერებაზე დაფუძნებული მტკიცებულებებით ინტერვენციები, იქნება ეს პრევენცია, მკურნალობა, რეაბილიტაცია, ზიანის შემცირება, არის ან გაუქმდება და ამაზე უნდა ვილაპარაკოთ, იგივე ჩანაცვლები თერაპიის პროგრამებში რა ხდება, ხო? სავალდებულო მკურნალობაზე ვიტყვი მხოლოდ იმას, რომ უბრალოდ ეს მექანიზმი, ხო, უბრალოდ არა მარტო ანტიმეცნიერული არის, ანტიჰუმანური არის რა, ხო, ადამიანს შენ ეუბნები, რომ ანუ თითქოს გამოდის, რომ ადამიანს სამკურნალო პროგრამაზე ხელმისაწვდომობა აქვს და ის უარს ამბობს ამაზე რა. ცინიკურიც არის, ანტიჰუმანურიც არის, ხო, და ეს მკურნალობის პროგრამა ოღონდ რა არის, იძულებით მკურნალობის რა კონკრეტული მექანიზმები არის, ეს არავინ არ იცის ჯერ ამიტომ. ანუ კანონში კი უბრალოდ წერია, რომ სავალდებულო მკურნალობა იქნება შესაძლებელი რომ გამოიყენონ, ხო? მაგრამ ეს მკურნალობის რა ტიპის პროგრამები არის, რა ტიპის სამედიცინო ინტერვენციები არის, არავინ არ ვიცით რა. ან ამ ტრაუმული წარსულით, რომელიც იძულებით მკურნალობაზე პირდაპირ ახსენდებოდათ ხოლმე საბჭოთა კავშირი, სადაც ის იძულებით თელოში იყო ეს დაწესებულება, მიყავდათ ეს ადამიანები, უბრალოდ შეხვდნენ და რაღაც აი ეს გამოცდილება რო აქვს ქვეყანას ესეთი ინიცირება და ესეთი მიწოდება ხალხისთვის ამას არაფერში არ წერია, ხო? ერთი როცა პოპულიზმზე ვსაუბრობთ, ეს არის პოპულიზმი, რომელიც ხალხს კლავს, ხო? იმიტომ რომ იმისთვის, აი რასაკეთებს ქართული ოცნება, რომ რაღაცა მარტივი ხმები მოიპოვოს, რაღაცა კონკრეტული პოპულისტური მესიჯებით, რაღაცა ელექტორატი მოიზიდოს და მათ რაღაცა დაუმტკიცოს, ვის წირავს? წირავს ადამიანებს, რომლებიც არიან ყველაზე მოწყვლად მდგომარეობაში. მოდი აი წარმოვიდგინოთ მოზარდი, რომელიც იზრდება საქართველოში, ხო? ოჯახი, ანუ სკოლამდელი აქციის პერიოდში დედას და მამას ძირითადად ბევრი სოციალური ფონის გამო უწევთ ამ მთელი დღე მუშაობა და ბავშვთან შესაბამის დროს ვერ ატარებენ. მიდის სკოლაში, რომელიც აბსოლუტურად ჩამონგრეულია, ხო, სისტემა. მისთვის ხელმიუწვდომელია მუსიკის, ხელოვნების, სპორტის, რა სხვადასხვა სივრცეები, სადაც ეს ბუნებრივი რაღაცა შემეცნების მომენტი, რომელიც თავისუფალ დროს დახარჯავს, ხო? მიდის უნივერსიტეტში სადაც აქვს მუდმივი პრობლემა გადასახადის გადახდის, კომუნალურის, ასე შემდეგ და ასე შემდეგ. შესაბამისი სამსახურები არ იქ თუ მოხდა, ესეც უკვე რაღაცა მცირე პრივილეგია არის და ამ დროს ეს საცდური ყოველთვის არსებობს, ხო, იმიტომ რომ წარმოიდგინეთ, ყველაზე შემეცნებით, ყველაზე რაღაცა ისეთ ასაკში ხარ, როცა ეძება ახალს, რაღაცა შენი ბუნებრივი ენერგია გინდა გარდაქმნა და აი ამ ადამიანებს ოღონდ წეგანს ვთქვით რა გავრცელებული ეხლა არის უფრო მეტად ეს აფთიაქო ნარკომანია და რას ეძებდა, რას ხედავდა წლების განმავლობაში მოგვარების და პანაცეის გზად სახელმწიფო. ამ აფთიაქებთან ჩამწკრივებულ ოპერ მუშაკებს, რომლებიც ამ ბავშვებს დაიჭერდნენ ხოლმე, ჩასვამდნენ მანქანაში, დაავერბოკებდნენ, ისე რომ თქვა ჯარგონზე რომ თქვა, მათ ვერ იჭერდნენ პირდაპირ, იმიტომ რომ კრიმინალს ეს არ შეიცავდა, თუმცა აი ცდილობდნენ რომ რაღაცა წნეხში ისედაც აი რაღაც
სომატურ მდგომარეობაში ყოფი ადამიანი, რომელიც ძალიან ბევრ სტრესს განიცდის, კიდე დამატებით სისტემისგან იპრესებოდა. არანაირი ზრუნვა, არანაირი რაღაც ემპათია. და ხო ხედავდით წლების განმავლობაში რაზეც შენი საუბრი ამ ადამიანების პირდაპირ გამოყენებას, პოლიტიკური ხმის წართმევას, მათი ოჯახებისთვის, აი ეს თანადამოკიდებულება, რაზეც ირამი საუბრა, იმაშიც გამოიხატებოდა, რომ ხშირად ოჯახსაც ერთმევოდა, ვთქვათ, პოლიტიკური უფლებები თუ საერთოდ რაღაც განვითარების უფლება. ძალიან დიდი და ფართო სამსჯელო თემა არის, რასაც ვთქვათ, ერთი პოდკასტი არ იყოფა, თუმცა კაია დაიძრა ეს საკითხი. ბოლოს რაზეც მინდა რომ ვისაუბროთ, იმიტომ რომ ჩვენ მოძრაობას აქვს პრეტენზია რომ ერთის მხრივ პრობლემა წამოაყენოს და ამაზე ვისაუბროთ ძალიან პირდაპირ და მკვეთრად, მაგრამ მეორეს მხრივ დავსახოთ რაღაც გამოსავლის გეგმა, ვისაუბროთ ამაზე და არა მარტო ვისაუბროთ, არამედ ქმედებას დავიწყოთ, ხო? აი თქვათ რომელიმე ქვეყნის პრაქტიკა, რომელიმე თქვათ სინთეზი ამ პრაქტიკების, ან ზოგადი მიდგომა რაც შეიძლება რომ იყოს, რა წარმოგიდგენიათ ამ ხედვად და რას მიიჩნევთ, აი ცოტა სისტემურად და მთლიანად რო შევხედოთ, დაწყებული 0-დან 100-მდე ამ პრობლემის ერთხელ და სამუდამოდ გადაჭრა საქართველოში, რომელიც ესე დგას, ხო? დავიწყებ შენგან და გურო ბოლოს შევაჯამოთ და ბოლოსკენ წავიდეთ, თორე ვიკო აგვითი შევს გამირებს. ხო, ანუ როგორც ახსენე შენ საფთიაქო ნარკოტიკები ახსენე და უბრალოდ სმენელი რო არ შევიყვანოთ შეცდომაში, რეალურად ჩვენ არ ვიცით მასშტაბები, რეალური მასშტაბები, ამიტომ თლად იმის თქმა, რომ რაღაცა კონკრეტული ნივთიერება არის უფრო მეტად გავრცელებული ასე შემდეგ, ამაზე ჩვენ ვერ ვისაუბრებთ რა ესე მტკიცებით ფორმაში, იმიტომ რომ არ გვაქვს ამასთან დაკავშირებული კვლევები, ხო? და ეს ძალიან მნიშვნელოვანი არის, თუმცა პრობლემა ნამდვილად არსებობს. ესეც ძალიან მნიშვნელოვანი არის, ხო? მეორე, ანუ საუკეთესო პრაქტიკები ახლა რაც მახსენდება, ეს არის პორტუგალია, რომელმაც ანუ მთლიანად დეკრიმინალიზება გააკეთა ფსიქოაქტიური ნივთიერებების და ლეგალიზებაც, ხო? გუროთ. დეკრიმინალიზაცია ლეგალური არ არის. ხო, დეკრიმინალიზაცია, თუმცა ამ დეკრიმინალიზაციას მოყვა მთელი რიგი სერვისები, სახელმწიფო სერვისები, რეაბილიტაციის სერვისები, იქ პრევენციის, მათ შორის სკოლამდელი და სკოლის პერიოდის და ასე შემდეგ პრევენციის სხვადასხვა ტიპის პროგრამები და ასე შემდეგ. ანუ დეკრიმინალიზაცია, ესე ვთქვათ, რეაბილიტაციის პროგრამების გარეშე, მხარდამჭერი პროგრამების გარეშე ადამიანებისთვის და მათი ოჯახებისთვის, ხო? არაფერი არ არის, არაფრის მომტანი არ არის და მინდა ისიც თქვა, რომ რეალურად, ანუ ძალიან ხშირად ამბობენ იმას, რომ ჩვენ თუ დეკრიმინალიზებას გავაკეთებთო, საერთოდ ყველა დაიწყებს მოხმარებას და კვლევები აჩვენებს, რომ ესე არ ხდება, შეიძლება რაღაც პერიოდის განმავლობაში, მაგალითად, თუნდაც პორტუგალიაში ძალიან ცოტათი მოიმატა მართლაც მოხმარება, მაგრამ დაუბრუნდა ნიშნულს და პირიქით, ანუ ნელ-ნელა ქვევითკენ იწევს. თუ სწორად მახსოვს, შემისწორე თუ არასწორად ვამბობ. ხო, ამიტომ თუ კი სახელმწიფოს მართლა ადარდებს ეს ნარკოპოლიტიკა და მათ შორის საზოგადოებასაც მინდა მივმართო, რომ არ აყმნენ აი ამ პოპულისტურ რაღაცას და არ შეხედონ ამ პრობლემას როგორც მხოლოდ რაღაცა კრიმინალის პრიზმიდან, არამედ ამას შეხედონ იმ პრიზმიდან, რომ ეს არიან ადამიანები, რომლებსაც სჭირდებათ ის რომლებისთვისაც სახელმწიფო ფაქტობრივად დასჯის გარდა აბსოლუტურად არაფერს არ სთავაზობს, ხო? და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი და ხაზგასასმელი და ასევე დასჯა ვერ შეამცირებს და არ ყოფილა მაგისი არც ერთი პრეცედენტი, რომ შეემცირებინა ზოგადად ნარკოტიკების მოხმარება ქვეყანაში. პირიქით, ეს ნიშნავს იმას, რომ ის ადამიანები, ვისაც აქვს დამოკიდებულება და თუ კი მაგალითად ვერ იშოვის, ვერ ერთვება რაღაც ჯანდაცვაში, რეაბილიტაციაში და ასე შემდეგ და მას ფუნქციონირებისთვის სჭირდება, რომ რაღაცა ნივთიერება მიიღოს, ვერ იშოვის რაღაც ნორმალურ და ადეკვატურ ეს რა ქვია, ხარისხიან ნივთიერებას, ის აუცილებლად მოიხმარს რაღაცა სხვას, რასაც მოყვება ლეტალური შედეგი, ჯანმრთელობის დაზიანება მოყვება და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. ხო, მეც გავაგრძელებ ირას აზრს.
ერთი ის რომ დეკრიმინალიზაციაზე როცა ვლაპარაკობთ ამის შედეგებზე, რა თქმა უნდა, ესეთი მარტივად გასაზომი არ არის, იმიტომ რომ ბევრ ფაქტორზე არის დამოკიდებული, მაგრამ მაგალითად საქართველოში, როდესაც საკონსტიტუციო სამართლის გადაწყვეტილების შემდეგ მოხდა მარიხუანას მოხმარების, მათ შორის დეკრიმინალიზაციას და მე ადმინისტრაციული სასჯელიც გაუქმდა, ხო, რამდენიმე წელი გავიდა უკვე ამ გადაწყვეტილებიდან, თუ არ მეშლება 2018-ში იყო ეს მიღებული. არანაირ მტკიცებულება არ აჩვენებს, რომ ქვეყანაში ამ კონკრეტული ნივთიერების მოხმარება არის გასდილი კრიტიკულად. პირიქით, კვლევები აჩვენებენ, რომ ძალიან უმნიშვნელო მატება არის, ხო? უბრალოდ ვიღაცების აღქმაში ეს უნდა გამომიჯნოთ. აღქმაში შეიძლება გახდა უფრო მეტად ხილვადი ეს ფენომენი, იმიტომ რომ ადამიანები ნაკლებად უშინდებოდნენ ამ ქცევაზე, საჯაროდ საუბარს, ან ასე შემდეგ, ხო? და საერთაშორისო გამოსვლებებზეც ვიტყვი მოკლედ, რა თქმა უნდა, ძალიან ფრთხილები უნდა ვიყოთ ამ საერთაშორისო გამოსვლებებზე, არ არსებობს რაღაცა კონკრეტული დაწერილი რეცეპტი, რომელსაც გადმოვიტანთ. პორტუგალიის მოდელი ჩემთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი არის, ოღონდ იმიტომ, რომ იქ ძალიან ფუნდამენტური სისტემური ნაბიჯები გადაიდგა ზრუნვის მექანიზმების შესაქმნელად და პრევენციის და სამკურნალო მექანიზმების შესაქმნელად, ხო? იქ ეს დეკრიმინალიზაცია გამაგრებული იყო სწორედ აი ამ სისტემის შექმნით, როდესაც ადამიანები მასიურად და პორტუგალიის რეფორმის ერთ-ერთი მთავარი წარმატების კრიტერიუმი სწორედ ეგ იყო, ანუ ინექციური მომხმარებლების რაოდენობა მიიზიდა და სახელმწიფო ლეგალურ სერვისებში, ხო? ანუ უკანონო შავი ბაზრის შავ ბაზარში ჩართულობიდან, ხო, რა დროსაც ეს ადამიანები გარდა იმისა, რომ საკუთარ თავს უფრო მეტ ზიანს და საფრთხეს უქმნიან, ხო, იმიტომ რომ არ იცი რა ნივთიერებას მოიხმარ, სახიფათო გზებით მოიხმარ ნივთიერებას და ასე შემდეგ, ამით მათ შორის შევა აძლიერებ იგივე ორგანიზებულ დანაშაულს, ხო, იმიტომ რომ მათგან შეიძენ ნივთიერებას, ხო? ამის ნაცვლად ეს ადამიანები გადმოვიდნენ ლეგალურ სერვისში, მათ უფრო სამეცნიერო ცოდნას დაფუძნებით, მათ შორის დაიწყეს ზრუნვა ამ პრობლემაზე და ამიტომაც ითვლება პორტუგალიის მოდელი წარმატებულად ეს რეფორმა, იმიტომ რომ საზოგადოებრივი ჯანდაცვის პერსპექტივიდან ძალიან დიდი საფრთხეების ზიანი იყო თავიდან აცილებული. რაც შეეხება ჩვენს ხედვას, მე მგონია რომ აქ ერთ საკითხზე არ უნდა დაგვაუწყდეს მსჯელობა, რა თვითონ ფუნდამენტურად ნარკოტიკის ფენომენს როგორ უყურებთ რა, ძალიან ხშირად მათ შორის იმ ჯგუფების მხრიდან, რომლებიც რეფორმების მხარდამჭერები იყვნენ, ხო, და იმ დეკრიმინალიზაციის თუ ასე შემდეგ, ხო, თითქოს ეს საკითხი დანახული იყო რაღაც პირადი ნების, პირადი თავისუფლების საკითხად, ხო? და ამიტომაც აქ თუ თანამდებობები იქნები, მაშინ უბრალოდ ეს პირადი ნების თავისუფლების ფარგლებში ადამიანს უნდა მისცე უფლება, რასაც უნდა გააკეთებს და აქ დასვა წერტილი, რა. ხო, შესაბამისად სახელმწიფოს არანაირი ეთიკური, მორალური თუ პოლიტიკური ვალდებულება არ აქვს, რომ შექმნოს ზრუნვის სისტემები, იმიტომ რომ იმ ადამიანის ინდივიდუალური პასუხისმგებლობა არის და შესაბამისად ინდივიდუალურადვე უნდა აგოს იარდო იზრუნოს და აქცევასთან დაკავშირებულ პრობლემების მოგვარებას და ასე შემდეგ. მე არ მგონია რომ ეს სწორი მიდგომა და სწორი დამოკიდებულება არის, ზუსტად იმიტომ რაზეც დასაწყისში ვილაპარაკე, ნარკოტიკების მოხმარების საკითხი. ხშირად მათ შორის ცხადია ეს ინდივიდუალური გადაწყვეტილება არის, მაგრამ დიდწილად მნიშვნელოვნად განპირობებული არის საზოგადოებრივი სოციალური კონტექსტით, ეკონომიკური კონტექსტით მათ შორის. და რაზეც აღწერე შენს, ხო? იგივე ის რომ მაგალითად, არ ვიცი, ხელმისაწვდომობა საგანმანათლებლო კულტურულ სპორტულ აქტივობებზე არის იმდენად დაბალი და ძალიან დიდი ჯგუფები ახალგაზრდობის უბრალოდ შეიძლება გარიყულად გრძნობდეს თავს და ერთადერთი როგორ თქვა, თავშესაქცევი იყოს, ხო, ეს ნივთიერება, ეს არ შეიძლება დანახული იყოს ინდივიდუალური პასუხისმგებლობის და ხო რა, ინდივიდუალური გადაწყვეტილების, თავისუფალი ნების გადაწყვეტილების პრიზმიდან. სწორედ აქედან გამომდინარე მგონია, რომ აქედან გამომდინარე წარმოიშობა სახელმწიფოს სტრუქტურული ვალდებულებები რა. სტრუქტურული ვალდებულებები გულისხმობ პირველ რიგში იმას, რომ არ მხოლოდ დაელოდოს ადამიანები, როდის გახდებიან ნივთიერებებზე თუ რაღაც სხვა აქცევებს დამოკიდებულები, მანამდე დავინახოთ ჩვენ სახელმწიფოს როლი, ხო? ჩვენი განვითარება და ამაზე ცხადია ბევრი შეიძლება ვილაპარაკოთ, მათ შორის სწორედ იმაზეც უნდა იყოს მითითებული პირველ რიგში იმაზე, რომ საზოგადოებრივი მოწყობა, საზოგადოებრივი განვითარება იყოს თანაბარი, თანასწორი და სამართლიანი, ხო? ისეთი ასიმეტრია, როგორც დღეს არის საქართველოში, ცენტრსა და რეგიონებს შორის, როდესაც თბილისში ხდება ყველაფერი, აქ არის აკუმულირებული ყველანაირი ეკონომიკური, პოლიტიკური ძალაუფლება და პატარა ქალაქებში უბრალოდ არაფერი არ ხდება და მართლა პატარა ქალაქებში ერთადერთი თავშესაქცევი არის ან ალკოჰოლი, ან კანაფის დათესვა და მე მოსავალზე დაულდება ახალგაზრდებისთვის, ხო? ანუ არაფერი შეიძლება არ ხდებოდეს, ხო? ეს პარადიგმულად თუ არ შეიცვალა ეს განვითარება, ხო, ამ პრობლემას ძალიან გაგვიჭირდება ჩვენ რეალურ დაუპირისპიროთ, ხო? ამიტომ აქ პირველ რიგში ეგ არის, რომ ჩვენი განვითარების ვექტორი უნდა იყოს სხვანაირი და უნდა დაინახოს სახელმწიფო მათ შორის საკუთარი როლი მოზარდების
ზრუნვაზე და მეტი პასუხისმგებლობა, ხო, რაღაცა უბრალოდ სკოლის შენობა რომ დგას საბჭოთა კავშირის დროს აშენებული, ეს არ არის. ეს ამით არ ამოიწურება სახელმწიფოს როლი და ვალდებულება იზრუნოს მოზარდებში მათ შორის და მომავალ თაობებზე, ხო, ბევრად უფრო დიდი პასუხისმგებლობა აკისრია ამას. ამის შემდეგ, ხო, როდესაც უკვე ხდება აი ამ პრობლემის დამძიმება, ჩვენ ისე და ისე მეცნიერებაზე, მეცნიერულ ცოდნაზე, გამოცდილებაზე დაფუძნებულად შეგვიძლია ვთქვათ, ხო, რომ ნამდვილად იგივე სასკოლო დონეზე რაშიც ჩვენ კონკრეტულად ნარკოპოლიტიკა ძალიან ზოგადად იმებზე რომ ვილაპარაკო, ხო, საკითხებზე, კონკრეტულად ნარკოპოლიტიკის თვალსაზრისით რაშიც ყველაზე მეტად უჭირს დღეს სახელმწიფოს და რაშიც ფაქტიურად არაფერი არ არის გაკეთებული, ეს არის პრევენცია. ანუ და რაც ყველაზე ეფექტურია რეალურად, ხო? მაგაზეც მინდა და მოკლედ მეთქვა, რომ ეხლა როგორ ესეთ ეკონომიკურ სიდუხჭირეში, რომელშიც ქვეყანა იმყოფება, როგორ უნდა იზრუნოს და როგორ უნდა დახარჯოს სახელმწიფომ თანხა ადამიანებზე, რომლებმაც საკუთარივე ქცევით ჩაიყენეს თავების რაღაც საფრთხეში, ხო? ერთი რომ ეს არაჰუმანური არის ეს დამოკიდებულება. მეორე ის რომ პირიქით როცა ვიაზრებთ რომ ეკონომიკური პარამეტრები და ეს ეკონომიკური რესურსი არის შეზღუდული, კიდევ უფრო მეტი პასუხისმგებლობა ვაკისრია რომ ეს რესურსები იყოს ადეკვატურად დახარჯული, ხო? და ჭარბ საპოლიციო კონტროლზე რომელზეც ვიცით რომ თავით არაეფექტური არის რესურსების დახარჯვა პირიქით ტრანსფორმირდეს სხვა რაღაცებზე, ხო? მეორე ის რომ პრევენციაზე დახარჯული თანხები ყველაზე მეტად ხარჯ-ეფექტური არის და ამას კვლევებიც ადასტურებს. როცა შენ ახსენე ეს დიდი რეფორმის პაკეტი 2017 წელს იყო დაინიცირებული თუ არ მეშლება პარლამენტში. ამ რეფორმასთან დაკავშირებით მათ შორის მომზადდა რეგულირების კვლევაც რა, ანუ როგორი პოტენციური 3 და 5 წლიან მომავალში როგორი ეფექტი ექნებოდა იმ საკანონმდებლო რეფორმებს, ხო? მათ შორის იქ გაიზომა და პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტივე იყო, ეს არ იყო ჩვენივე მომზადებული კვლევა. ჯანდაცვის კომიტეტის ჩართულობით მომზადდა ეგ რეგულირების შეფასების კვლევა და აჩვენებდა რომ თუ კი პრევენციაზე რეალურად იქნება ის რესურსი დახარჯული, რომელსაც ეს რეფორმა ითვალისწინებს, სახელმწიფო რამდენიმე მილიონ ლარზე იყო საუბარი, რომელსაც დაზოგავდა უახლოეს 3 და 5 წლიან პერსპექტივაში, ხო, იმიტომ რომ ადრეულ ეტაპზე ხდება რაღაც ტიპის რისკების დაცვა და ასე შემდეგ. კიდევ ერთხელ დღეს ჩვენ ამ მიმართულებით ნულოვანი მცდელობა გვაქვს სახელმწიფოს მხრიდან, თუ კი რაღაც კეთდება, ესეც არის წმინდად კერძო ინიციატივებზე, ხო? აქ საუბარი არის იგივე სასკოლო დონეზე მოზარდების ინფორმირება უკეთესად სარისკო ქცევებთან დაკავშირებით და ასე შემდეგ. ნუ მერე მოდის იგივე გამართული ჯანდაცვის სისტემის აწყობა და სამკურნალო პროგრამების ხელმისაწვდომობა ამ ადამიანებისთვის, ხო? და დღეს პირიქით რაც იყო ისაც ლიმიტირებული და ისაც ძალიან სუსტი იმის დაანგრევა და განადგურება ხდება, ხო? აი მეტადონის პროგრამაზე რომ ვილაპარაკო ძალიან მოკლედ, მეტადონის პროგრამა არის სამკურნალო პროგრამა. ხო, სამედიცინო ინტერვენცია არის ეს ადამიანებისთვის და ნებისმიერი ნორმალური სახელმწიფო და ჩვენი კანონმდებლობაც პაციენტის უფლებების თაობაზე ჩვენი არსებული დღეს არსებული საკანონმდებლო ჩარჩო ეგეთ პრინციპებს ადგენს რომ სამკურნალო პროგრამები უნდა იყოს პაციენტებისთვის ხელმისაწვდომი თანაბრად და უნდა იყოს ხარისხიანი. დღეს პირიქით ხდება ამ პროგრამის ძალით განზრახ როგორ თქვა უხარისხობაც აღარ თქვია ამას რა განზრახ დაზიანება ხდება იმით რომ ეს პროგრამები გადის გარეთ ქალაქების გარეთ რომ არ იყოს ხელმისაწვდომი ადამიანებისთვის იმით რომ ეს პროგრამები ისე არის მოწყობილი რომ მაგალითად არ ხდება ქალების სპეციალური საჭიროებების გათვალისწინება და ანუ ორმაგი როგორ თქვა დისკრიმინაციის თუ სტიგმის მსხვერპლი არიან ხოლმე ქალები რომლებიც არიან ჩართულები ამ პროგრამაში და ამის გამო ძალიან ბევრი ქალი უარს ამბობს პროგრამაში ჩართულობაზე იმით რომ ეს პროგრამები ისე არის მოწყობილი რომ არავით არის პრივატულობის თუ ხო რა საკუთარი პერსონალ მონაცემების დაცულობის გარანტია ამ ადამიანებს არ აქვთ იმიტომ რომ ყველამ შეიძლება გაიგოს რომ ეს ადამიანები იქ არიან ჩართულები ანუ ბაზისური ჯანდაცვის სერვისების სავალდებულო პრინციპები არის ამ პროგრამის შემთხვევაში დარღვეული ხო და ამის განადგურებაც კი ხდება და მეორე ხელით იზრდება ეს რეპრესია კონტროლის იარაღი რაც წეგანკო ბევრჯერ ვილაპარაკე არაფერი არ გაკეთდება ხო ამიტომაც ხო რა ისე შევაჯამო ეს პროგრამები რაც იყო პირიქით უნდა გაძლიერებული იყო რა რეპრესიის იარაღებიც არსებობდა ისინი იმ დოზით უნდა შესუსტებულიყო რაც ხელს უშლის მე ამ პროგრამების განხორციელებას დეკრიმინალიზაცია არა მხოლოდ ადამიანის უფლებრივად არის აუცილებელი და სწორი, ხო და ნამდვილად არასწორია ნარკოტიკული საშუალების მომხმარებელს ჩვენ ვეძახოთ კრიმინალი, რომელსაც პირიქით უფრო საზოგადოებრივი და ჯანმრთელობის დაცვის კუთხით შეიძლება ქონდეს პრობლემა და ბევრ შეიძლება საერთოდ არც ქონდეს ამ თვალსაზრისით ძალიან პრობლემა. ხო, ასეთ ადამიანებს უბრალოდ სამართლებრივი პერსპექტივიდან არასწორი არის კრიმინალი ვეძახოთ, მაგრამ ამავდროულად ასეთი კრიმინალის სტატუსის მიკერება მათ მე ხელს უშლით რომ საკუთარ პრობლემებზე ისაუბრონ, ხო? და მათ უბიძგებთ რომ გადაინაცვლონ ჭრდილში, იატაკქვეშეთში და დარჩენ ამ პრობლემასთან მარტოები აბსოლუტურად. ხო, ბოლოს შეჯამების კუთხით პირველ რიგში მადლობა ძალიან დიდი ამ
საკმაოდ ამომწურავი საუბრისთვის. ხშირად როცა ამ საკითხებზე ვსაუბრობთ და ლიბერალიზაციას ვეხებით ნარკოპოლიტიკის გონიათ, რომ ჩვენ გვინდა რომ სახელმწიფო ახალისებდეს ნარკომოხმარებას ან რაღაცა დამოკიდებულებას. არა, პირიქით მეგობრებო, ანუ ლიბერალიზაციით ხდება პრევენცია, ლიბერალიზაციით ხდება იმ ადამიანების, ვინც ამ პრობლემებით იტანჯებიან და მართლა 30 წელზე მეტი არის რაღაც კატეგორია ადამიანების, ვინც იტანჯება ამ პრობლემით, ამ ხალხის რესოციალიზაცია, საზოგადოებაში დაბრუნება, ეკონომიკაში ჩაბმა ხდება, ხო? ეს არის ის ამოსავალი წერტილი, საიდან ჩვენ ამოვდივართ. პირიქით, თუ რაიმე უნდა წაახალისოს სახელმწიფო, ეს უნდა იყოს როგორც ვთქვით, ბავშვების, ახალგაზრდების, არა მარტო ახალგაზრდების ჩართვა სპორტში, ხელმისაწვდომობა ვთქვათ, სახელმწიფო სფეროსი და ამით მოახდინოს პრევენცია იმ ყველაფრის, რაც იწვევს ადიქციას, ხო? დიდი მადლობა ირა, დიდი მადლობა გურო. საინტერესო საუბრისთვის. ეს იყო პოდკასტი სოციალური დემოკრატიისთვის, მეორე ეპიზოდი. გამოგვიწერეთ, დაგვაფოლოვეთ და თვალ მიადევნეთ ჩვენს საუბრებს დროებით.